საქართველო უკვე 14 წელია რაც ამ გლობალურ კამპანიას შეუერთდა და მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიწვრთნილი ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში 2012 წლიდან აღინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ინიციატივით. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეული სახე აქვს ხოლმე და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობენ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ 1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა მსოფლიო დაზოგვის დღის დაარსება. კონგრესში მაშინ 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია იყო. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღედ გამოაცხადა. ამ თემებზე, როგორც გითხარით, განვაგრძობთ საუბარს უკვე ჩვენს სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფინანსური განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლილი ნინოშვილი. მოგესალმებით ლილი, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის. ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო რჩევებს და რეკომენდაციებს მოვისმენთ და ინფორმაციასაც. წავიდეთ საინტერესოდ წლევანდელი კამპანია როგორი იქნება, ვინ არის სამიზნე სეგმენტი და რას გულისხმობს ეს კამპანია? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვაქვს დაზოგვაზე თქვენთან ერთად საუბრის საშუალება. სწორად აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი და ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ეს პრაქტიკული გამოცდილება, ამიტომ ვცდილობთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბროთ ამასთან დაკავშირებით. სეგმენტი ახსენეთ და სეგმენტს ვცდილობთ, რომ თითქმის ყველა სეგმენტს შევხვდეთ, მათ შორის ვცდილობთ, რომ ვესაუბროთ ზრდასრულებს, ქალბატონებს, მეწარმეებს, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ აქცენტი გავაკეთოთ ბავშვებზე, რადგან სწორედ ეს არის ის ასაკი, პატარა ასაკი, საიდანაც უნდა დაიწყოს სწორი ქცევების ჩამოყალიბება. რაც შეეხება წლევანდელ კამპანიას, საკმაოდ საინტერესო კამპანია გვაქვს. სამი ძირითადი მიმართულება, რასაც ვაკეთებთ და დავიწყებ ყველაზე პოპულარულით, რომელიც ყველაზე კარგად იცის საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმის ფინედუს ასე ვთქვათ მომხმარებელმა. ეს არის კიდეც აქ, ხო? ხო, ეს არის ჩვენი ძალიან საინტერესო მასალები, რომლითაც მივდივართ ხოლმე ჩვენს სეგმენტებთან და ვემუშაობთ მათ, რადგან მგონია, რომ მუშაობა მნიშვნელოვანი არის ისეთი მეთოდებით, რომელიც მათთვის ყველაზე საინტერესო იქნება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი აქტივობა, რომელსაც ვაკეთებთ დაზოგვის მსოფლიო დღის ფარგლებში, ეს არის ვიზიტები სკოლებში და შეხვედრები მოსწავლეებთან. ამ ფარგლებში ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე პროექტს, რომელსაც ქვია მოიწვიე ფინედუ კლასში და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივდივართ, ვატარებთ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, მიგვაქვს ჩვენ ძალიან საინტერესო მასალა. და ბავშვებს ვესაუბრებთ იმაზე, რომ იმ ასაკშიც კი, როდესაც საკუთარი შემოსავალი არ გააჩნიათ და აქვს ძალიან ავით, შეიძლება 10 ლარი მისცა მშობელმა, რომ კვირის განმავლობაში გამოიყენოს, როგორ შეიძლება, რომ აი ამ 10 ლარიდანაც გამოიმუშავო ისეთი ქცევა, რომ დანაზოგი უკვე გქონდეს გარკვეულ ასაკში და დასრულობისას შენ თავზე იყო მხოლოდ დამოკიდებული. ინტერესი არის ლილი ბავშვების მხრიდან. ძალიან დიდია ინტერესი და ყველაზე საინტერესო რაც არის, შედეგები გვაქვს ძალიან საინტერესო. განმეორებით შეხვედრებზე უკვე ვხვდებით წარმოქმნილ დანაზოგებს. პატარა დანაზოგებს და ძალიან საინტერესო და სახალისო ისტორიებს, რომ მშობლებსაც კი აძლევენ თანხას საკუთარი დანაზოგიდან, ასე რომ კი დაინტერესება საკმაოდ დიდია. სხვათა შორის ამ აქტივობის ფარგლებში ჩვენ შევხვდით 250-ზე მეტ სკოლას და 5900-ზე მეტი მოსწავლე დავფარეთ ამ აქტივობის ფარგლებში. მეორე ნაწილი, რაც იყო დაზოგვის მსოფლიო დღის კამპანიის ფარგლებში, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პროექტის, ასე ვუწოდებთ ფინედუს კუთხე რეგიონის სკოლებში, ანუ მასალები გადავეცით ჩვენ რეგიონის სკოლებს, მათ ვეწვიეთ კიდევ ერთხელ, ჩავტარეთ განახლებული მასალები და შევხვდით მათი სკოლების მოსწავლეებსაც. და ყველაზე საინტერესო, რადგან ეს უფრო სამომავლო, ანუ ნოემბრისთვის აქტივობა, ჩვენ დღეს გამოვაცხადებთ ფინედუს ვებგვერდზე კონკურს პროექტს მასწავლებლებისთვის, მათაც შეუძლიათ ჩაერთონ დაზოგვის მსოფლიო დღის კამპანიაში, გახდნენ ჩვენი დესპანები. ჩვენ მივცემთ მათ აბსოლუტურად ყველა მასალაც, რაც სჭირდება, შევხვდებით, გავაკეთებთ საინფორმაციო შეხვედრასაც იმისთვის, რომ მათ კონდეთ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რომ თავის მოსწავლეებთან ეს ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაატარონ და შემდეგ მათ შეუძლიათ კონკურსის სახეს მივცემთ ამას და ჩაატარონ პირველებმა ეს გაკვეთილები და მათ დავაჯილდოვებთ აუცილებლად და ამითი გამოგვივა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ნოემბრის თვეშიც გადავიტანთ დაზოგვის მსოფლიო დღის კამპანიას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კვირეულის ფარგლებს ცოტა გაცდება წელს და აი მაგ კონკურსების გარდა კიდევ რამე ხომ არ არის, რამით ხომ არ არის წლევანდელი კამპანია განსხვავებული. დიახ, ჩვენი და თან საინტერესოა ის დეტალიც, ახლა თქვენ რაც ახსენეთ, რომ არა მხოლოდ ეს სეგმენტი არის ბავშვები
ბავშვები, სადაც როგორც თქვენ თქვით, მნიშვნელოვანი ამ ქცევის გამომუშავება ადრეული ასაკიდან, არამედ ზრდასრულების ჩართვაც ხდება. დიახ. მოდით დავიწყოთ იმითი წელს რა არის განსაკუთრებული და გამორჩეული. წელს გარდა იმისა, რომ დაზოგვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ და ამას ყოველ წელს ვაკეთებთ, არის ძალიან საინტერესო წელი ჩვენი ლარისთვის, როგორც მოგეხსენებათ 30 წლის იუბილეა და 2 ოქტომბერი არის ის თარიღი, როდესაც 30 წლის წინ ლარი გამოცხადდა ერთადერთ გადახდის კანონიერ საშუალებად საქართველოში და სწორედ 2 ოქტომბრიდან დავიწყეთ და თქვენი ნახსენები კვირეული ფაქტობრივად თვეთ გადაიქცა და ნოემბერიც დაემატება კიდევ ერთ თვეთ. და ფაქტობრივად ამას გავახანგრძლივთ მთელი 2 თვის განმავლობაში ამ კამპანიას. რაც შეეხება ჩვენს სეგმენტებს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან ბევრი შეხვედრა და ტრენინგი გვაქვს და განსაკუთრებული სამიზნე ჯგუფები გვყავს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ ემიგრანტებთან, ემიგრანტების ოჯახებთან, მათაც ვესაუბრებით, საშუალებებს ვაცნობთ, რა შეუძლიათ გააკეთონ, როგორ შეიძლება რომ შექმნან ფინანსური სტაბილურობა და თქვენ რომ ახსენეთ 101 წლის წინ ამ დღის ჩამოყალიბება, მაშინ ერთ-ერთი ინიციატორი ვინც იყო ამბობდა, რომ დაზოგვის დღის შემოღება იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ დაზოგვის როგორც ფინანსური სტაბილურობის გარანტის მნიშვნელობა და ეს არის ზუსტად ჩვენი სათქმელიც, როდესაც ხვდებით სხვადასხვა სეგმენტს. ანუ 101 წლის შემდეგ იგივე თემა არის აქტუალური, როგორც მივხვდით და აი 14 წლის განმავლობაში, რასაც რა პერიოდიც უკვე დაეთმო და რა პერიოდიც უკვე ჩართულია ჩვენი ქვეყანა ამ მსოფლიო გლობალური კამპანიის ფარგლებში, შედეგებზე თუ შეგვიძლია, ტენდენციებზე თუ შეგვიძლია საუბარი, რამდენად შეიცვალა ქცევა, რამდენად შეიცვალა კულტურა, ის ბავშვები, რომლებიც ბავშვები იყვნენ 14 წლის წინ, ეხლა ზრდასრული ადამიანები არიან და ალბათ მაშინ ნასწავლ ქცევებს და მეთოდებს ეხლა იყენებენ ცხოვრებაში. აი თქვენი დაკვირვება რა არის? აკეთებთ თუ არა მონიტორინგს ამ შედეგების და ალბათ აკეთებთ ნამდვილად, თქვენთვის საინტერესო იქნება და როგორია ეს შედეგები? მოდით შედეგებზე საუბარი დავიწყოთ, რას ვაკვირდებით იმაზე პასუხის გაცემით და ვთქვათ ფინანსური განათლება ზოგადად რა კომპონენტებს უყურებს და სამი ძირითადი კომპონენტი გვაქვს, ეს არის ცოდნა, პრაქტიკულად რა ვიცი რაღაც თემების შესახებ, რა არის ჩემი ქცევა და როგორია ჩემი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ძირითადად ამას ვაკვირდებით, როგორ იცვლება წლიდან წლამდე. მაგალითად დაზოგვის დღისთვის რომ ავიღოთ, თუ ვიცი რომ არსებობს დეპოზიტები, იგივე ანაბრები, თუ კი ვიცი რომ შეიძლება სახლშიც შენახვა და პირობითად ფინანსურ ორგანიზაციაშიც თანხის შენახვა. ეს არის უკვე ცოდნის კომპონენტი და ამას წლიდან წლამდე ძალიან დიდია გაუმჯობესება, იმიტომ რომ თეორიული ცოდნა ამ ყველაფრის არის უკვე საკმაოდ მაღალი. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს არის ქცევა. ერთია ვიცი, მაგრამ მეორეა რამდენად შემიძლია რომ ჩემი ყოველდღიური სახაზი თანხიდან მოვიპარო რაღაც პროცენტი და ეს დავიგროვო და შემდეგ ეს ქცევად ვაქციო. ეს ქცევის კომპონენტიც უკვე გამომუშავების ეტაპზე არის და სხვათა შორის ბავშვებთან რომ იმდივართ, ვასწავლით ხოლმე რომ მცირე შემოსავლით როგორ გადავდო, როცა გვეკითხებიან. ესეთი ჩვენ ზრდასრულ წამყვანებსაც რომ აუცილებლად გამოგვადგება განსაკუთრებით ავთოს. ამასაც აუცილებლად გაგაცნობ. ასოციაცია რაღაცები წავიკითხე, ხო და მაინტერესებს ამასაც გაგაცნობ, თუმცა ჯერ ოქროს ფორმულა მინდა რომ გითხრათ. აი ოქროს ფორმულა უნდა გაგიზიაროთ რაღაც ჩვენი ოქროს ფორმულა 50-30-20-ზე ამას ვიყენებთ ხოლმე ძირითადად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი შემოსავლების 50% უნდა დაუშვა, რომ ის რაც აუცილებლად მჭირდება, ანუ ჩემს საჭიროებებზე უნდა მიუმართო. ამას ვერ მოვაკლებ. 30% მოდით ავისრულოთ სურვილები, იმიტომ რომ დაზოგვა მართალია დიდი ძალისხმევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ მხოლოდ საჭიროებებზე ვიფიქროთ, ხო? სურვილებიც უნდა ავიხდინოთ. დაგვრჩება 20%, რომელიც პირველ რიგში უნდა გადაუხადოთ ჩვენ თავს და გადავდოთ დანაზოგის სახით. ანუ 20% უნდა შევინა. მაგითი დავიწყოთ. თუ შემდეგ გავზრდით, ეს რასაკვირველია, იქნება ძალიან კარგი. ზუსტად ეს ნაწილი და ეს ფორმულა საკმაოდ ეხმარებათ ბავშვებს და ქცევის კომპონენტს რომ დავუბრუნდეთ, უკვე ეს ქცევა გადასულია სწორ ქცევაში და წლიდან წლამდე, როდესაც ერთსა და იმავე სეგმენტს ხვდებით, უკვე ვატყობთ, რომ მათი ქცევა სრულიად შეცვლილია. სხვათა შორის გვიზიარებენ პედაგოგებიც, რომ ხშირად ბავშვები ამბობენ, რომ არა, ამას აღარ ვიყიდი დღეს, ეს უნდა გადავდო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მესამე ნაწილი რაც არის დამოკიდებულებების, ეს უკვე არის ის მომენტი, როგორ ვუყურებ მე ამას. კი გადავდე დღეს, მაგრამ სწორად მიმაჩნია თუ არ მიმაჩნია და აქ უკვე ვეუბნებით, რომ ყველა ოცნება არის ფაქტობრივად მიზანი. უბრალოდ გააჩნია თუ დაარქმევ მას, მისცემ რა ღირებულება გჭირდება, როგორ? ერთი კითხვაც მექნება თუ შეიძლება. კი.
ბოდიშო გაგაწყვეტინეთ, ესე იგი, თეორიულად თითქოს მარტივად ჟღერს, რომ უნდა გადავდოთ თანხა, მაგრამ აი, როდესაც მაგალითად გამოგველია ის დანარჩენი თანხა და სადღაც გვეგულება, რომ გადადებული თანხა მაქვს. ანუ ყველაზე რთული ეგ არის, რომ რაღაცნაირად ზურგი რო გაქვს რა ფინანსური. არჩევენ ხო იმ დანაზოგ თანხას, აი, გარი ყველაზე რთული და ეგ როგორ დავძლიოთ? მაგას ზუსტად ამიტომ მუშაობთ ბავშვები, ძალიან კარგი შენიშვნა ეს. შენ არაფერი არ გიშველება ბავშვები. ძალიან ხშირად არის ეგ, რომ სახლში რომ თუ თანხა სადღაც მეგულება, ის ახლა რომ დანაზოგისთვის, დიდი მიზნებისთვის გადავდე, ძალიან რთულია ხოლმე რომ ხელშეუხებელი დარჩეს. მან ერთადერთი პირველი ვიწყებთ იქიდან, რომ ქცევა სჭირდება გამომუშავება. რაღაც მომენტში ჩვენს თავზეც დაზოგვა ჟღერს მარტივად, მაგრამ ქმედებაში ძალიან ისეთი რთული ნაწილია, იმიტომ რომ ჩემ თავს ჩემს რაღაცა უკვე დამკვიდრებულ მკვიდრ ქცევებს უნდა ვებრძოლო. ეს ერთია რომ პრიორიტეტები უნდა განსაზღვრო, საჭიროებები უნდა განსაზღვრო, რეალურად გჭირდება თუ არა ის. კი, ხშირად მიზნის დარქმევა, ანუ როდესაც ვზოგავ იმას, რომ სახელს ვარქმევ, ძალიან გვეხმარება პირობითად თუ ძალიან მინდა მოგზაურობა და ჩემს დანაზოგს ქვია მოგზაურობა, დღეს თუ არ ვიცი, რაღაც ნივთის ყიდვა მომინდა, უკვე ორი რაღაც უპირისპირდება ერთმანეთს, ნივთი და ის სახელი, რომელიც არის და სხვათა შორის აი მაგ მეთოდს ძალიან კარგად უპირისპირდება ფორმალური დაზოგვის მეთოდები, იგივე ორგანიზაციაში შენახვა ფულის მექანიკური ბარიერები გვაქვს იმისი, რომ იმავე დღეს არ მოვკიდოთ იმ ფულს ხელი და არ დავხაზეთ ასე, რომ არის რაღაცები, რაც გვეხმარება. ძალიან საინტერესო ფორმულა გაგვაცანით, ლილი, დროში ვარ შეზღუდული და ძალიან მოკლედ ნიკას დაინტერესდა ეს, რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს. თქვენ კითხვით, რომ ამ პროდუქტებით მიდიხართ სკოლაში. ალბათ უფრო თამაშის სახე აქვს ინფორმაციის გაზიარებას. ჩვენ ვცდილობთ, რომ თამაშით სწავლება, კეთებითი სწავლება შევიდეს ყოველთვის გაკვეთილზე, რომ არ იყოს მოსაწყენი, იყოს ადვილად დასამახსოვრებელი და ბევრი აღქმის ორგანო ჩავხდოთ მაშინ, როდესაც ბავშვებს ვემუშავებით განსაკუთრებით. თუმცა, რასაც ვამბობ ბავშვებზე, არ იფიქროთ, რომ ზრდასრულებმა ეს სრულიად დავფარეთ და აღარ გვჭირდება რაღაცებზე მუშაობა. დავიწყებ ფინანსური ასოციაციებანათი, რომელიც არის ეს არის ერთ-ერთი პირველი სამაგიდე თამაში, რომელიც გავაკეთეთ და ეს ეხება წმინდად ფინანსურ ტერმინებს. ეს არის რაღაც შეჯიბრებითობის პრინციპით შეგვაქვს ხოლმე და ძალიან სახალისოდ მიდის ტერმინების გააზრება, მისი შინაარსის წვდომა და დამახსოვრება ტერმინების. სხვა დანარჩენებსაც რო გადავწყვეტ, ეს არის ყველა მასალა აბსოლუტურად მიმართულია იქით, რომ ბავშვებმა და არა მარტო ბავშვებმა თამაშით ასე ვთქვათ, აღიქვან სწორად, მაგალითად, როგორ მუშაობს ფინანსური სისტემა. ვინ არიან მოქმედები ფინანსურ სისტემაში, რა დაწესებულებები არიან ჩართულები, რა ფუნქცია მოვალეობები აქვთ. პატარებზე შედარებით პატარა ასაკზე მუშაობთ, მაგალითად, როგორ იცნონ სწორად ფულის ნიშანი, როგორ გაარჩიონ ერთმანეთისგან, ვთქვათ, სხვადასხვა ფულის ნიშანი, ღირებულებების აღქმა რო გაუჩნდეთ ფულის ღირებულების და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა და არ დამავიწყდება არასდროს ის ფორმულა 50-30-20. ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფინანსური განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლილი ნინაშვილი.